ჩვენ ვიცით, რომ უძრავქონებაში ბევრი ტრანზაქცია ხორციელდება ეგრეთ წოდებული შიდა კონტრაქტების გამოყენებით. ამ შემთხვევაში თუ რაიმე ყადაღა დევს, როგორ უნდა ნახოს მყიდველმა და აქაც რა რისკები არსებობს მყიდველისთვის? მყიდველისთვის საკმაოდ დიდი რისკი არის ყადაღის ქონა იმ კომპანიის მიმართ, სადაც ყიდულობს უძრავქონებას. შესაბამისად უნდა გადამოწყვეს სამეწარმეო ამონაწერი. აგრეთვე აუცილებელია განახდეს იმ უძრავი ქონების ამონაწერი საჯარო რეესში, რომლის შეძენასაც აპირებს. ერთადერთი ამით თუ დავიცავთ თავს დანარჩენ. რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ყადაღა ადევს მიწას და ამ დროს მშენებარია პროექტი და ამ შემთხვევაში ხდება უძრავი ქონების რეალიზაცია. აქვს თუ არა დეველოპერულ კომპანიას ამის უფლება და აქაც რა რისკის წინაშეა? ნახეთ როგორ არის გააჩნია ყადაღა რა ვალდებულებაში ედება. ანუ თუ იმაზე მეტ ქონებას ფლობს ეს დეველოპერი ვიდრე ყადაღის ნაწილში, ანუ მოთხოვნის ნაწილში, შესაბამისად აქვს უფლება რომ გაყიდოს ეს ქონება.